თუ ოდესმე არსებობდა ციფრული ცირკის მეორე სეზონის შესაძლებლობა, ფანდომმა ის სრულად მოკლა. დიახ ვიცი, ოფიციალურად არავის უთქვამს, რომ მეორე სეზონი ამა და ამ თარიღზე გამოცხადდება. მაგრამ დამიჯერეთ, ეს მეორე სეზონი ძალიან რეალურად იგრძნობოდა და არსებობს ამდენიმე მტკიცებულება, რაც ამას ადასტურებს. მაგრამ პრეს უნდა ვისაუბროთ იმაზე, თუ როგორ გააფუჭა ფანდომმა ეს შესაძლო მეორე სეზონი და ციფრული ცირკის გაგრძელებები. როცა პრემიერა შედგა, ყველამ ეს შოუ ოჯახისთვის განკუთვნილ ანიმაციად აღიქვა, გადაჭარბებული ფერადი პერსონაჟებით და სამყაროთი, რომელიც ძალიან გავს იმას, რასაც ნებისმიერ 3D შოუში Disney Junior-ზე ნახავ. მაგრამ რაც უფრო წინ მიდიოდა ციფრული ცირკის ეპიზოდები, მით უფრო ხდებოდი, რომ ეს ყველასთვის არ იყო შექმნილი. ყოველ ჯერზე ის უფრო ბნელდება, უფრო მომწიფებული ხდება და შეიცავს მესიჯებს, რომლებიც ყველა პატარა ბავშვმა ვერ გაიგებს. და ეს თავიდანვე ასე იყო ჩაფიქრებული. სიუჟეტი, ეპიზოდები და თუნდაც ფინალი უკვე დაგეგმილი იყო მანამდე, სანამ ციფრული ცირკი გამოვიდოდა. მაშ, როგორ შეგიძლია შექმნა მეტი ეპიზოდი, თუ შენი მთავარი იდეა უკვე აღარ უკავშირდება აუდიტორიას? გარდა ამისა, ჩვენ არ ვსაუბრობთ შემთხვევით თავგადასავლებზე, სადაც შეგიძლია გაერთო პერსონაჟების სასაცილო ქცევების ყურებით. ეს არ არის ციფრული ცირკის არსი. ყოველ ეპიზოდში ვიგებდით პერსონაჟების ბნელ საიდუმლოს ან მისტერიას, მაგრამ ახლა ამას ვეღარ ვხედავ შესაძლებლად. დავბრუნდეთ 2023 წლის იანვარში. Goosworks-მა, შემქმნელმა, შემდეგი გამოაქვეყნა. ახლა ხან გავიღვიძე, მაგრამ ვაიმე, ბოლოს და ბოლოს შემიძლია ვილაპარაკო საოცარ ციფრულ ცირკზე. და 3 წლის შემდეგ მან შემდეგი გამოაქვეყნა. ამ ფრენჩაიზს 3 მეტრიანი ჯოხითაც კი აღარ შევეხებოდი. ვაუ, რა უცნაურია. შემქმნელი ნელ-ნელა კარგავდა ინტერესს ციფრული ცირკის მიმართ და ეს იმიტომ არ იყო, რომ მას მობეზრდა. მაგრამ როგორც ბევრმა უკვე იცის, ეს გამოწვეული იყო თავად ფანდომის რეაქციით ყველაფერზე, რაც ციფრულ ცირკში არ მოსწონდათ. და მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ ამბობდა, არ აინტერესებდა რა სიტყოდნენ სხვები მის სერიალზე, აშკარად ძალიან აინტერესებდა. იმდენად, რომ საკუთარი Reddit-ის ანგარიში ტაშალა, რათა აღარ ენახა სერიალზე კომენტარები. ამიტომ მიუხედავად იმისა, რომ ციფრულ ცირკს აქვს პოტენციალი გაგრძელდეს მეტი ეპიზოდით, თუ შემქმნელი აღარ არის მაყოფილი ან აღარ აქვს მოთმინება, მაშინ როგორ უნდა გამოვიდეს მეტი ეპიზოდი? პრობლემა არ იყო იმაში, რომ ფანები გმირების დიზაინზე ჩიოდნენ, ან შოუსთვის საინტერესო იდეა ჰქონდათ. პრობლემა ის იყო, რომ ფანდომი პირდაპირ მიდიოდა შემქმნელის წინააღმდეგ, თითქოს ვინმეს ეძებდნენ დასადანაშაულებლად. ისინი არ ჩიოდნენ კომპანიაზე ან წერალთა ჯგუფზე, მხოლოდ შემქმნელზე ჩიოდნენ. და აქ უკვე მხოლოდ ცირკზე აღარ საუბრობდნენ, უკვე Goosworks-ზეც საუბრობდნენ. ის უბრალოდ თავის გულთრფელ აზრს გამოთქვამდა ცირკის თემებზე და ფანდომი მაშინვე უტევდა მას, რადგან მან უბრალოდ ჩვეულებრივი ადამიანის აზრი გამოთქვა. უბრალოდ წარმოიდგინეთ, რომ ყოველ დღე პირადად გესხმიან თავს რამდენიმე სეზონის განმავლობაში. მართლა არ მგონია, რომ ამას ვინმე დიდხანს გაუძლებს. და ეს ყველაფერი გაგრძელდა იქამდე, სანამ იმ წერტილამდე მივიდა, რომ თქვა, ფიქრობდა, დასრულების შემდეგ ამ ფრენჩაიზას აღარ დაბრუნებოდა. ის სურათი, რომელიც დასაწყისში ვნახეთ, მის უკან დიდი ისტორია დგას. მაგრამ ყველაზე მეტად ყურადღებას მიქცევს გაჟონვა. ციფრული ცირკის მე-9 ეპიზოდის ადრეული გაჟონვა ბრაზილიური გახმოვანების სტუდიის მხრიდან. ფანებმა Goosworks კითხვა დაუსვეს, რას ფიქრობდა ამ სიტუაციაზე, აპირებდა თუ არა რაიმეს გაკეთებას და მისი პასუხი იყო მარტივი. ვის აინტერესებს? ორი სიტყვა და ეს საკმარისი იყო, რომ კიდევ ერთი სკანდალი აგორებულიყო. უეცრად გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც ამბობდნენ, რომ მას აღარ აინტერესებდა საკუთარი შოუ, რომ არ სცემდა პატივს ფანებს, რომ უმადური იყო იმ საზოგადოების მიმართ, რომელმაც ის ცნობილი გახადა. ზოგიერთმა კი ბილეთებიც კი გააუქმა ფინალის სანახავად. მაგრამ აქ არის რაღაც, რასაც ბევრი ადამიანი ივიწყებს. Goosworks-ი. მან არ გააჟონა ეპიზოდი. მას არაფერ შუაში არ ჰქონდა ეს, მაგრამ მაინც ის აღმოჩნდა ის ადამიანი, რომელმაც ყველაზე მეტი თავდასხმა მიიღო. იმ მომენტისთვის უკვე ისეთი შთაბეჭდილება რჩებოდა, რომ პრობლემა აღარ იყო ციფრული ცირკი. პრობლემა იყო Goosworks-ი და ფანდომი.
თავდასხმა იმდენად უკიდურესი იყო, რომ Blue Sky-ზე, ბევრად უფრო პატარა პლატფორმაზე, რომელსაც ბევრითთვის ნაკლებად ტოქსიკურად ვიდრე Twitter-ი. რამდენიმე საათში ისევ ზუსტად იმავე პრობლემებს გადაადგდა, რომლებსაც ცდილობდა უკან მოეტოვებინა. და სწორედ მაშინ გამოჩნდა პოსტი, რომელმაც ძალიან ბევრი ადამიანის ყურადღება მიიპყრო. გულწრფელად რომ თქვა, ამაში გულს ვეღარ ვდებ. ეს ყველაფერი ჩემზე ბევრად უფრო დიდი გახდა. და სინამდვილეში ეს ფრაზა ჩემთვის ბევრად უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე თვითონ გაჟონვა, რადგან გაჟონვა, რა თქმა უნდა, შეიძლება დავიწყდეს. ინტერნეტში ჩხუბიც ასევე. მაგრამ როცა სერიალის შემქმნელი იწყებს ასე საუბარს საკუთარ ნამუშევარზე, უკვე სრულიად სხვა რამეზე ვსაუბრობთ. და ამის წაკითხვის შემდეგ რთულია წარმოიდგინო, რომ Gooseworks-ი აღფრთოვანებული დაჯდება და მეორე სეზონის დაგეგმვას დაიწყებს. რადგან მართლაც საოცარი ციფრული ცირკი ისევ იმ ტიპის სერიალს გავს, რომელიც შეიძლება წლების განმავლობაში გაგრძელდეს. მას ყავს ღრმა პერსონაჟები, გაუხსნელი საიდუმლოებები და პრაქტიკულად უსასრულო სამყარო. და მე-9 ეპიზოდის შემდეგ ამ კითხვებიდან ბევრი ისევ ღიად რჩება. კიდევ ერთი სეზონისთვის მასალა ჯერ კიდევ არის. პრაქტიკულად Gooseworks აქვს შესაძლებლობა მეტი გააკეთოს, მაგრამ არც მგონია, რომ მთელი ბრალი ფანდომის არ არის. და ვიცი, რომ ეს ალბათ ზოგიერთ ადამიანს გააღიზიანებს. რადგან კი თავდასხმები ნამდვილად იყო. ნამდვილად იყვნენ ადამიანები, რომლებიც იდიოტივით იქცეოდნენ და საზოგადოების დიდმა ნაწილმა ნებისმიერი დისკუსია ომში გადაიყვანა. მაგრამ Gooseworks მაინც ჰქონდა არჩევანი. დაშორებოდა, დაეხურა სოციალური ქსელები, დაიგნორებინა კომენტარები, ან უბრალოდ აღარ წაეკითხა, რა სწევდა ხალხი. საბოლოოდ არავინ წყვეტდა ისტორიას მის ნაცვლად. არავის დაუწერია მე-9 ეპიზოდი და არც სერიალის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიუღია. ეს ყველაფერი ისევ მის კონტროლქვეშ იყო. ამიტომ ვფიქრობ, რომ რეალური მიზეზი, რატომაც არ იქნება მეორე სეზონი, სპინ-ოფები ან რაიმე გაგრძელება, სადღაც შუაშია. ფანდომმა პრობლემის შექმნაში ხელი შეუწყო, მაგრამ Gooseworks-მაც ბევრი არაფერი გააკეთა, რომ მას მოშორებოდა. და მთელი ამ წლების დაღლილობის შემდეგ ზუსტად იმ წერტილამდე მივედით, სადაც დღეს ვართ. და მე-9 ეპიზოდის შემდეგ დარჩა რამდენი დაუმთავრებელი ისტორია, საიდუმლოებები და საკმარისი იდეები, რომ ეს სამყარო წლების განმავლობაში კიდევ გაფართოებულიყო. ამიტომაც ამდენი ადამიანი ისევ საუბრობს მეორე სეზონზე, არა იმიტომ, რომ ცირკი შუაში დარჩა, არამედ იმიტომ, რომ ეს სამყარო ჯერ კიდევ ისეთია, რომელსაც ბევრი რამ აქვს მოსაყოლი. და სიმართლე რომ თქვა, არ ფიქრობ, რომ ციფრული ცირკი ისტორიების გარეშე დარჩა, ან რომ Gooseworks-ი იდეების გარეშეა. რაც როგორც ჩანს, ამოიწურა მათი მოთმინება. და სწორედ ეს ხდის მთელ ამ სიტუაციას ასეთ საშინელს. იმიტომ რომ თუ ოდესმე ვიხილავთ მეორე სეზონს, დამატებით სპინ-ოფებს ან თუნდაც გაგრძელებას, ეს გაკეთდება სხვა ადამიანის მიერ. ეს არ იქნება იმიტომ, რომ ციფრული ცირკი უნდა გაგრძელებულიყო. შეიძლება Gooseworks-მა Netflix მიყიდოს უფლებები. ან ვინმეს, ისეთ ადამიანს, რომელიც Gooseworks-ის აზრით შეძლებს ისტორიის გაგრძელებას ისე, რომ ხელოვნური არ ჩანდეს, ან შეძლებს ადაპტირებას ისე, რომ არ დაკარგოს თავისი არსი. ეს აღარ იქნება Gooseworks-ი. ასე რომ, მითხარით, მართლა გააფუჭა ფანდომმა ციფრული ცირკის მომავალი. თუ უბრალოდ Gooseworks-ი დაიღალა ყველაფრით, რაც წარმატებას მოჰყვა.